გამარჯობა მეგობრებო, დღეს მე ვარ თქვენთან ერთად. ჯანმრთელობა ტასო. ეხლა მინდა განვიხილო. აი თქვენ არ ყავთ მეგობრები, რომელიც მოდიან შენთან და უაზრო რაღაც კომენტარს აკეთებენ, ვითომ კომპლიმენტს, ან ვითომ რაღაცა მართლა აინტერესებს და სინამდვილეში უკვე იციან ამაზე პასუხი, მაგრამ ამის გამო რომ შენ უნდა დაამცირონ, ან ამის გამო რომ შენ თვით შეფასებაზე, რა ვიცი, ფეხი დააბიჯონ და მე აქედან გამოვიდნენ უფრო სუფთები და უფრო კარგები და აქედან გამოვიდნენ უფრო მაგრები. ზედმეტს აძლევს თავის თავს უფლებას, რომ დააკომენტაროს შენი ცხოვრების წესი, შენი ცხოვრება თვითონ არ იცის როგორ მიდის და რამდენ ძალას ხარჯაო, რომ შენი ცხოვრება განვითარდეს და სიმართლე რო გითხრა, გიდია იცის შენზე, მაგრამ ნორმალურად არ იცის, იმიტომ რომ სინამდვილე შენი ცხოვრება არ აინტერესებს. არ ცდილობს რომ კარგად იმოქმედოს შენ თვით შეფასებაზე. და რატომ ვიძახი ამას? რა ტიპის ადამიანებს გულისხმობ? აი ეს ადამიანი, რომელიც ერთხელ კვირაში ან თვეში რაღაც მოგწერს მოკლედ, ან სტორი დაადებ, ან სადღაც გაიჩნდები, ან გითხრას, რა ცოდო ხარ, რა კარგი ხარ, მაგრამ ცოდო ხარ და ამითი აკმაყოფილებს თავის დაბალ შეფასებას და მარტო ეს რომ უბედური არ არის, შენს რომ უბედური გეთხარ, მაგიტომ შენ გვერდით არის ამ მომენტში და სინამდვილეში როგორც მეგობარი არც უყვარხარ, არც გაფასებს, არც არ აქვს შენს მიმართ არანაირი პატივისცემა. უბრალოდ ეს მომენტი აქვს, რომ როცა ჭირდება თავის თავს რომ დააკმაყოფილოს თავისი პატარა ego მოდის შენთან და შენთან აკმაყოფილებს. აი ესეთი საუბრები მიყვარს ხოლმე, რომ ერთი კვირა არ მინახი ხარ, მაგრამ ცოტა გასუკებულ ხარ, მაგრამ გიხტება. What the fuck? შენ ხომ ადამიანს რომელიც უყვარხარ და მაგალითად, მე მქონდა პერიოდი, როცა პრობლემების გამო ძალიან პირიქით გავხდი, უფრო გამოვედი მდგომარეობიდან, არც გავსუქდი, უბრალოდ მოვედი ჩემ ნორმალურ მდგომარეობაში და ადამიანი ვისაც უყვარხარ, შეიძლება მითხრას, რომ რა კარგად გამოიყურები, ხედავ, რომ მაგრად გიხდება ეს მომენტი, რომ შენ უკვე გამოხვედი ამ მდგომარეობიდან და ეგრევე ჩანს, რომ შენ ბრწყინაო. როგორ უნდა თქვას შენი ნამდვილი მეგობარი? გასწავლით. და როგორ უნდა თქვას ეს მეგობარი, რომელსაც კიდი ხარ და რომელსაც არ ფიქრობს თავის, შეიძლება თვითონ არის ეგეთი პრობლემის, შეიძლება აქვს თავში ეს პრობლემა, მაგრამ მაინც უხეშად არ არის ნიშნულობა, შეიძლება თვითონ ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ შენ რო დაგამციროს, ეს არის მისი ჰობი. ამით იკვება, რომ შენ არ ხარ ამდენად კარგი, შენ არ ხარ ამდენად მაგარი, შენ უნდა იცოდე, რომ კომპლიმენტს ვერ გეტყვი, ნორმალურ კომპლიმენტს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ბოროტი ვარ და არ მინდა შენი კარგი, არ მინდა შენი ბედნიერება და არც მინდა რომ ნორმალურ მდგომარეობაში იყო. რა კარგად გასუქდი, ძალიან გიხდება, რომ შენ უფრო დიდ კომპლექსებში ჩააგდოს. ნებისმიერ ჩემ ცხოვრების მდგომარეობაში ჩემი მართლა ახლო მეგობრები და მართლა ახლო დაქალები ვერ ვიძახი ჩემი ოჯახი. არასდროს არ იყვნენ ეს ადამიანები, რომელსაც მე ვეცოდებოდი. მე არასდროს არ ვეცოდებოდი ჩემ დაქალებს. არასდროს არ ვეცოდებოდი ჩემ დაქალებს, ვინ არის მართლა ჩემი დაქალი. არ არის უბრალოდ ეს დაქალი. რატომ არ ვეცოდებოდი? იმიტომ რომ იციან და არ აქვს ჩემს მიმართ რაღაც ნეგატიური თავის კომპლექსებზე, რომ ხედავენ, რომ მე კარგად გამოვიყურები, მაგალითად, რა ვიცი, რაღაცა წარმატებას მივაღწია, იმას უხარია როგორც დას ჩემი წარმატება და მაგიტომ არ აქვს ეგეთი დებილური კომენტარები ჩემს მიმართ. ეს არ არის დამოკიდებული რამდენი ხანი იცნობთ ერთმანეთს, რამდენი წელი ერთად ხართ, ყველა ურთიერთობაში. ეს პლუსები და მინუსები უნდა შედიოდეს და შენ
როგორ გითხრათ, შენ სტანდარტებში ჯდებოდეს, იმიტომ რომ მაგალითად ჩემ სტანდარტებში არ ჯდება, რომ ერთმანეთს უნდა გამვლანძღოთ, ერთმანეთს უნდა რაღაცა ცუდი ვუთხრათ, სულ რომ დებილი იყოს, ან სულ რომ მე დებილი ვიყო ამ სიტუაციაში, მაინც არასდროს მე ამ მომენტს, პატივისცემის მომენტს ვერ გადავწყვეტ, მარტო იმიტომ რომ ამ საზღვრებს ვერ გადადის. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ურთიერთობაში ეს საზღვრები იყოს. ჩემ ცხოვრებაში არასდროს კარგად არ ჯდებოდა და კარგად არ მთავრდებოდა არც ერთი ნაცნობობა და ქალობა, არც ერთი ურთიერთობა სამსახურში, არც ერთი ურთიერთობა თვითონ ჩემ პირად ურთიერთობებში, სადაც არ იყო ეს საზღვრები. აი, სანამ არ დავაწესე ეს საზღვრები, სანამ ვერ მივხვდი რა არის ჩემთვის კარგი, რა არის ჩემთვის ცუდი, რას მე შემიძლია გადავიტანო, რას ვერ გადავიტან, აქამდე მქონდა ეგეთი სიტუაციები, სადღაც ძალიან წინდა, ძალიან ცუდად ვიყავი, რაღაცა ვფიქრობდი, რაღაცა დეპრესიებში ვიყავი. რატომ უნდა იყოს შენ? ვიღაცა, ვის ქვია შენი მეგობარი ამის გამო დეპრესიაში. ეს შენი მეგობარია, ეს ადამიანი უნდა გახაროდეს, ეს ადამიანი ბედნიერებას ხდის, ეს ადამიანი ცუდ მომენტებში შენთან გვერდით არის, რატომ უნდა შენ დაიგრუზო ამ ადამიანის გამო, თუ რაღაცა, საზღვრებს გადადის. პირიქით, ადამიანი რომელიც იცის, სად უნდა თქვას, როგორ უნდა გააკეთოს და თუ რაღაცა ეშლება და შენ ეუბნები, რომ ეს მტკივა, მეორედ არ გაიმეორებს. აი ესეთი ადამიანი უნდა შენ გვერდით რო ყავდეს. რატომ უნდა შენი თავი ეგრე დააყენო, რომ ადამიანი, რომელიც მაგალითად იძახის, რომ თქვენ მეგობრები ხართ და გულისხმობს, ვითომ მეგობრები ხართ, სინამდვილეში ეს მომენტები, რომელიც შენთვის არის მნიშვნელოვანია, ამ მომენტებს გადადის და ძალიან ბევრჯერ მომისმენია სხვა აზრიც, ეს ჩემი პირადი აზრი, თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ჩემთვის ყველანაირი ურთიერთობა, რომელიც იქნება, დამთავრდება ცუდად. როცა არ არის პატივისცემა და პატივისცემა ამ წესების მიმართ. რაც გინდათ ეს დამიწერეთ კომენტარებში, რაც გინდათ მიმტკიცეთ, 25 წლის განმავლობაში, სად არ დაწესდა ეს წესები და სად არ დაწესდა ეს საზღვრები, იქაც არც იყო პატივისცემა, როგორც მივხვდი, არც იყო არანაირი სუფთა გულის და ბოლომდე შენი მარტო ცოდვა რო ხარ და ესეთ მომენტებში დახმარება და რა ვიცი გვერდში დგომა არც იყო ეს და არც არის მარტო ესეთი მომენტები მნიშვნელოვანია. ჩემთვის ურთიერთობა არ არის მარტო ცუდი მომენტებში გვერდში დგომა. ძალიან დიდ პატივისცემს ვინ მოვიდა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ვინ იყო ჩემ ცხოვრებაში და იმ მომენტში დამეხმარა. ვინ ვერ გაუძლო ჩემი რთული ხასიათი, ვინ რა ვიცი, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, ეხლა ვერ გაახსენებ, ამდენი ადამიანი მოდის და გადის შენი ცხოვრებიდან, მაგრამ 100% შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში ვინ მოვიდა და წავიდა, არც ერთხელ არ მინანია რომ წავიდა და არც ერთხელ არ მიფიქრია რომ რა ცუდია და რაღაცა მე არასწორად გავაკეთე. ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომელთვისაც რატომღაც ჩემი ცხოვრების წესი და ისინი რატომღაც არც პრეტენზიები არ გამოთქვამენ ჩემს მიმართ. ეს იყო და ეს იყო სწრაფი მეიკი გამომივიდა, არც არანაირი კონტურინგი, დიდი მეიკი არ გამომივიდა, მაგრამ როგორც უბრალოდ გამოვიდე სამსახურში და ვისწავლო რამე, მგონი კარგი მეიკი გამოგვივიდა ჩვენ ლაპარაკის დროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წერს დირექტში და რომელიც უყვარს ჩემი ლაპარაკის ვიდეოები და ჩემი აზრები, ვიდავინ თანხმება ამ აზრებს, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მიყვარხართ ძალიან, წარმატებებს გისურვებთ და შეხვედრამდე. მიყვარხართ სიღარულებო! ნახვამდის!